რას ნიშნავს ერთიანი ჯანმრთელობა? რატომ გახდა ეს მიდგომა ასე მნიშვნელოვანი სურსათის უვნებლობისათვის? როგორ ვრცელდება დაავადებები ცხოველებიდან და მცენარიდან საკვებზე და შემდეგ ადამიანზე? რა მექანიზმები არსებობს რისკების შესამცირებლად? ორშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე. გვისმინეთ რადიო ათინათის პირდაპირ ეთერში ან გვიყურეთ ინტერნეტში. იყავით ინფორმირებული და იცხოვრეთ უსაფრთხოდ. საღამომშვიდობის ორშაბათია, ჩვენი სოციალურ პირდაპირ ეთერში ერთმანეთს და დღეს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო გადაცემა გელოდებათ. რადიო გადაცემათა ციკლი სურსათის უვნებლობის საკითხებზე რადიო ათინათის პირდაპირ ეთერში ყოველ ორშაბათს, 4 შაბათს და შაბათს 18 საათსა და 18 წუთზე. გადაცემებს ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აებ სამეგრელოს ხმასთან თანამშრომლობით ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში ენბარტ 4-ის ფარგლებში. პროექტი თანადაფინანსებულია შვედეთის საელჩოს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ. პროექტს ახორციელებენ გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია და ჩეხეთის განვითარების სააგენტო. ეს გადაცემა შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით, მის შინაარზე სრულად პასუხისმგებელია აიპ-ის სამეგრელოს ხმა და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს. რაც შეეხება ჩვენს გადაცემებს, ყველა გადაცემა შეგიძლიათ ნახოთ ვებზე რადიო ათინათი წერტილი და Facebook ვერძე რადიო ათინათი ლაივ რეჟიმში გვისმინეთ FM-ზე 105.9 და ასევე Facebook ვერძე რადიო ათინათი, სადაც შეგიძლიათ ლაივის ქვეშ დატოვოთ სურვილის ამბები, მოკლე ტექსტური შეტყობინებები, ჩვენ აუცილებლად ცხადია გიპასუხებთ. რაც შეეხება დღევანდელ გადაცემას, და გადაცემის წამყვანი მე სოფიო ხუციშვილი გახლავართ. დღეს კიდევ ერთ ძალიან უმნიშვნელოვანეს საკითხს განვიხილავთ, ეს არის თემა სურსათის უვნებლობის ძირითადი მიდგომა, ერთიანი ჯანმრთელობა, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია, ცხადია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. დღეს ვისაუბრებ სურსათის უვნებლობის კიდევ ერთ-ერთ თანამედროვე და ყოვლისმომცველ მიდგომაზე, როგორც აღნიშნე თავიდანვე გადაცემის თემა ერთიანი ჯანმრთელობა. ეს არის კონცეფცია, რომელიც აკავშირებს ადამიანის, ცხოველების და გარემოს ჯანმრთელობას, რაც სურსათის უსაფრთხოების საფუძველია. გადაცემის პირველ ნაწილში ეს როგორ თქვა, გადაცემა რო უნდა დავყოთ თორად. დღეს სტუდიაში სტუმრად გვყავს ჯამბულნაჭყებია, ისტორიკოსი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პროექტის კოორდინატორი და გადაცემის მეორე ნაწილში შემოგვიერთდებიან ვეტერინარი დავით ჭეჟია, შპს ვეთ სერვისის დირექტორი და აგრონომი ჯემალ ჩახაია, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი. სტუმრები ცხადია დაგვეხმარებიან ამ საკითხის უკეთ გარკვევაში. ამჯერად პირველი კითხვით ამჯერად მოგესალმებით ბატონო ჯამბულ. მოგესალმებით. მივესალმები რადიო მსმენელს და ინტერნეტ მაყურებელს. როგორც ყოველთვის, ორშაბათს, 4 შაბათსა და შაბათს ჩვენ ძალიან საინტერესო საკითხებზე ვერთვებით იმ პროექტის მეშვეობით, რომელიც თქვენ უკვე გააცანით ჩვენს მსმენელს და მაყურებელს. და თემები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო არაერთი გადაცემა გქონდა და არაერთი გველოდება ამ პროექტის ფარგლებში. პირველი კითხვით გადმოვალ თქვენთან ბატონ ჯამბულ, მოდით განვიხილოთ, რას ნიშნავს ზოგადად ერთიანი ჯანმრთელობა. თქვენ შესავალ ნაწილში ფაქტიურად უკვე აღნიშნეთ, ეს არის ერთიანობა ჯანმრთელობის საკითხებში, რაც შეეხება ადამიანს, ცხოველს და გარემოს. ბოლოდროინდელმა მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ საქართველოში ბატონმა გიორგი სექანიამ პაციენტის თავის ტვინიდან 15 სანტიმეტრის სიგრძის ცოცხალი პარაზიტი ღორი სოლიტერი ამოიყვანა ოპერაციის დროს. კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, როგორ შეიძლება ცხოველები და ადამიანები და გარესამყარო ურთიერთდაკავშირებული იყვნენ. ეს პარაზიტი ღორი სოლიტერი იყო დიდი და მიიქცია ჩვენი ყურადღება, მაგრამ 39 ტრილიონამდე მიკროორგანიზმი, მიკრობიოტას ეძახიან მეცნიერულ ენაზე, არსებობს ადამიანის სხეულში, უბრალოდ იმდენად მცირე ზომისანი არიან, რომ ჯამურად ამ 39 ტრილიონი მიკროორგანიზმის წონა ჩვენი სხეულში 1-2 კილოგრამამდეა, მეტი არა და მათი უმეტესობა დადებით როლს თამაშობს იმ მიკრობიოტის, რაც ადამიანი რასაც ატარებს და ცხოველთა პირუტყვის შინაური ცხოველების, ასე ვთქვათ, ორგანიზმში არსებული დაახლოებით 50% საერთოა. რაც ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ცხოველიდან ადამიანში, ადამიანიდან ცხოველში გადავიდეს და გაზიარდეს.
2500-ია საშიში, როგორც მეცნიერები ამტკიცებენ ჯანმრთელობისთვის, რომელიც სხვადასხვა დაავადებას 200-ზე მეტ დაავადებას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოსაზრებით 200-დან 250-მდე დაავადებას იწვევს ადამიანში. და ამას თვითონ მედიცინის მამამთავრად წოდებული ჰიპოკრატე, რომელიც ქრისტეს შობიდან მე-5 საუკუნეში ცხოვრობდა, ხვდებოდა, ამჩნევდა და არა მარტო ამჩნევდა, სპეციალური ნაშრომიც კი მიუძღვნა, მის ნაშრომს ესე ქვია ჰაერი, წყალი და ადგილი, სადაც ის ამტკიცებდა, რომ ყველაფერი სამყაროში ურთიერთდაკავშირებულია და ეს მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. უბრალოდ მეცნიერების განვითარების დონე არ იყო იმ დონეზე, რომ პრაქტიკული ცდებით დაემტკიცებინათ. და მოხდა მე-14 საუკუნეში შავი ჭირი, ამ ჭირმა პანდემიამ იმდროინდელი ევროპის მოსახლეობის 1/3 შეიწირა. და მე-19 საუკუნეში დადგა დრო, როცა პასტერისა და კოხის ცნობილი მეცნიერების კვლევებით შესაძლებელი გახდა დაკვირვება მიკრობიოლოგიური და ეპიდემიოლოგიური მეცნიერების განვითარება. თუმცა ეს საწყისი იყო მეცნიერების და ბუნებრივია არ იყო იმ დონეზე, რომ ვაქცინები შექმნილიყო და საოცარი შედეგები მოხდა, დაუშვათ მაგალითს გეტყვით, მე-20 საუკუნის დასაწყისში 2014-18 წლებში მიმდინარეობდა პირველი მსოფლიო ომი და ამ ომის შედეგად 5-ჯერ ნაკლები ადამიანი დაიღუპა, ვიდრე 1918 წელს გავრცელებული ეგრეთ წოდებული ისპანკის შედეგად. ანუ ხორის გრიპს, რასაც ვეძახით დღეს ჩვენ ამ ავადმყოფობის შედეგად. მე-20 საუკუნის 40-იანი წლებიდან უკვე დაიწყო ჩაღრმავებული კვლევები, 60-იანი წლებიდან დაიწყო სპეციფიკური პროგრამების განხორციელება და ჩვენი საუკუნის უკვე 21 საუკუნის დასაწყისიდან პირველად ვაშინგტონში 2004-ში შედგა კონფერენცია, რომელსაც სახელად ერქვა სიმპოზიუმი საერთაშორისო, სახელად ერქვა ერთიანი მსოფლიო, ერთიანი ჯანმრთელობა. 2008-ში წამყვანმა ორგანიზაციებმა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, როგორიცაა ჯანმო, ანუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, FAO და ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სხვებთან ერთად ხელი მოაწერეს ძირითად პრინციპებს კონცეფციისა და სტრატეგიისა, რასაც ქვია ერთიანი ჯანმრთელობა და ასე მოვედით დღემდე 2008 წლის შემდეგ ყველამ ვიცით, რომ 19-ში COVID-19 20-21 წლები 7 მილიონი თუ სწორად მახსოვს ჩავიხედავ რამდენი მსხვერპლა თუ კი 7 მილიონი, აი დღეს მდგომარეობით COVID-19-მა 7 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა და ამან კიდევ უფრო გამძაფრა იმის შეგრძნება, რომ ცხოველი, ადამიანი, გარემო, მცენარე იმდენად არიან ურთიერთდაკავშირებული, რომ ერთად ამ საკითხების ურთიერთდაკავშირებულად ინტერდისციპლინარულად ანუ რას ქვია ეს ექიმები, ადამიანის ექიმები, ვეტერინარები, ანუ ცხოველთა ექიმები, აგრონომები და ეკოლოგები, აი სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტების ურთიერთთანამშრომლობით ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპით შესაძლებელი ხდება მხოლოდ პრევენცირება და შედარებით იოლად გამკლავება იმ საფრთხების, რომელიც კაცობრიობას აქვს და ელის. და ის საინტერესო მკითხვაზეც პასუხი, რატომ გახდა ეს მიდგომა ასეთი მნიშვნელოვანი სურსათის უვნებლობისთვის, ასეთი ერთობა? ერთი ამ გამოვაწვევების სიმძაფრე ფაქტიურად მსოფლიო ომების დროს ადამიანების მიერ გაღებული მსხვერპლი იმდენი არ არის, რამდენიც პანდემიის პერიოდში, ეს ერთი, მეორე შეგნება იმისა, რომ მხოლოდ ცხოველთა მკურნალობა, ანუ ზონოზური დაავადებების პროფილაქტიკა
მოგცემს იმის საშუალებას, რომ შევამციროთ და პრევენცია გავუკეთოთ ასეთ პანდემიებს ადამიანებში. მეორე ის, რომ სოფლის მეურნეობა ჩვენ გვინდა უამრავი პროდუქტი, ადამიანი ყველაზე ძლიერი ერთ-ერთი სერიოზული მომხმარებელია საკვები პროდუქტების და სოფლის მეურნეობა ვითარდება და იმისთვის, რომ პროდუქტიულობა სოფლის მეურნეობაში გაიზარდოს, ვიყენებთ ანტიბიოტიკებს, ვიყენებთ პესტიციდებს, ჰერბიციდებს და უამრავ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც საბოლოო ჯამში ისევ ადამიანს უბრუნდება. ანუ ისეთი ციკლია შეკრული, მეტი რომ მივირთვათ, მეტი ვაწარმოთ, ვიყენებთ უამრავ ნივთიერებას, მერე მივირთმევთ ჩვენ თვითონ ამ ნივთიერებების ნაკვებ ცხოველებსა და მცენარეებს საკვების სახით და ეს ყველაფერი ცხოველიდან, მცენარეული საკვებიდან, მცენარეული ორგანიზმებიდან საკვებში და საკვებიდან ადამიანში და ადამიანი კიდევ რომ მეტი ჭამოს და მეტი მიირთვას და გამრავალფერუნოს საკუთარი არჩევანი, მეტ მცენარეთა და ცხოველთა დაცვის საშუალებებს იყენებს, რომლებიც თავის მხრივ ისევ ჩვენ გვაყენებენ ზიანს და ეს წრე რო გავარღვიოთ, ეს მიდგომა გახდა აუცილებელი და გარდა ამისა ბუნებრივი კატასტროფები, ვხედავთ ტყის ხანძრებს, როგორ მოხშირდა და გარემო აგერ გათბობა, კლიმატური დათბობა, ყინულები დნება და ასე შემდეგ, ესეთი გლობალური ცვლილებების ეპოქაში აუცილებელია, რომ ყველა ნიუანსის პროგნოზირება და წინსწრებად შემზადება საზოგადოების და ადამიანის. დაუშვათ გლობალური გათბობა იწვევს იმას, რომ შეიძლება გარკვეული დროის შემდეგ ახლა რაც მოსავალი მოდის, ის კულტურები ჩვენთან კლიმატი მათთვის მიუღებელი იყოს და ამისთვისაც უნდა შევემზადოთ. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე სიამოვნეს და მიხარია, რომ თქვენ დღეს გადაცემის მეორე ნაწილში მოიწვიეთ ზუსტად იმ სფეროების წარმომადგენლები, რომლებიც ადამიანის წინა გადაცემებში ჩვენ სტუმრად ექიმები გვყავდა და დღეს გვყავს სტუმრად ვეტერინარი და აგრონომი, თავისი დარგის კარგი სპეციალისტები, რომლებიც უკეთ დაგანახებენ დეტალებში კავშირს ადამიანის, ცხოველის და გარემოს ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთგავლენისა. ძალიან დიდი მადლობა ასეთი ამომწორავი პასუხისთვის. ასე დავასრულეთ გადაცემის პირველი ნაწილი, გადაცემის მეორე ნაწილში სხვა სტუმრებთან ერთად დავბრუნდებით, ბევრი საინტერესო სიახლე გელოდებათ ამ მხრივ. ეკი დროებით გემშვიდობებით. რით ვიკვებებით და რამდენად უვნებელია სავაჭრო ობიექტში შეძენილი პროდუქტები ადამიანის ჯანმრთელობისთვის. დაცულია თუ არა ჩვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები და როგორ უნდა ვიმოქმედოთ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში. გადაცემათა ციკლი სურსათის უვნებლობის საკითხებზე. ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს, 18 საათსა და 18 წუთზე. გვისმინეთ რადიო ათინათის პირდაპირ ეთერში და გვიყურეთ ინტერნეტში. საომშვიდობით ჩვენ ისევ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ვაგრძელებთ გადაცემას. დღევანდელი გადაცემის თემაა შეგახსენებთ ერთიანი ჯანმრთელობა. რაც შეეხება სიამოვნებით მინდა კიდევ ერთხელ წარმოგიდგინოთ ჩვენი მეორე ნაწილის გადაცემის მეორე ნაწილის სტუმრები. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან დავით ჭეჟია, შპს ვეთ სერვისის დირექტორი და აგრონომი და ჯემალ ჩახაია, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი. მოგესალმებით, საომშვიდობის, მადლობა რომ მობრძანდით ჩვენთან. დღესაც ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი საკითხები გვაქვს განსახილველი და ჩვენ გადაცემის პირველ ნაწილში აღვნიშნეთ, რომ ძალიან კარგია ის, რომ თქვენ ხართ დღეს ჩვენი სტუმრები, იმიტომ რომ ძალიან ამომწურავად უნდა ვისაუბროთ ამ თემაზე, იმიტომ რომ ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემა. პირველი კითხვით გადმოვალ ბატონ დავით თქვენთან, როგორ ვრცელდება დაავადებები ცხოველებიდან საკვებზე და შემდეგ ადამიანებზე, არაერთი შემთხვევა გქონიათ ამ ფაქტებით დადასტურებული. პირველ რიგში მოვესალმები თქვენს მეელებს, თქვენ მაყურებლებს. მე ვარ დავით ჭეჟია, ვარ ვეტერინარი, ვარ პრაქტიკოსი ვეტერინარი. რაც შეეხება იმ დაავადებებს, რომლებიც ძირითადად ასენიანებენ საკვების პროდუქტებს, შეიძლება ხორცს, შეიძლება პოსტემულს ან სხვა რამეს, ეს ძირითადად ორი ტიპის და ორი ტიპის მავნებელია. ეს არის ორი ტიპის აღმძვრელია, ეს არის ძირითადად სალმონელოზები და ძირითადად შერიხიაკოლი. ეს ბაქტერიები ორივე ბინადრობს კუჭანსყავის ტრაქტში და ძირითადად გარემოში გამოიყოფა ფეკალთან ერთად.
საშიში არის რამოდენიმე შტამი, ანუ ყველა არ არის საშიში, მაგრამ ძირითადი დასენიანება მაინც პროდუქტების ხდება აი დამუშავების დროს, ძირითადად სასაკლაოებზე, ან ფეკალური მასები როცა მოხდება სასმელ წყალში, ან თვითონ ბოსტნეულზე ზედაპირზე. აუცილებელია ესეთ სიტუაციაში რაც შეიძლება ნაკლები გქონდეს შეხება ნედლ ხორცს ისეთ პროდუქტებთან, რომლებიც თერმულად არ მუშავდება, მათ სივაშიც და სხვაგანაც ცალ-ცალკე უნდა იყოს ეს პროდუქტები. ის დაფები, რითაც მუშავდება ნედლი ხორცი, უნდა იყოს განსხვავებული და ცალკე ის დანები, ის დაფები ძირითადად სამზარეულოებში. პროფილაქტიკა ხდება მხოლოდ ესე. გარდა ამისა, თერმულად დამუშავება ამ პროდუქტების არის მნიშვნელოვანი. მინიმუმ 70-75 გრადუსზე უნდა გაცხელდეს ეს პროდუქტები, იმისათვის რომ უნებელი გახდეს 2-3 წუთის განმავლობაში. დუღილის ტემპერატურა კი უმალვე ანადგურებს ამ ბაქტერიებს. ძირითადად მაინც რაც აი ესეთი მნიშვნელოვანი რაც უნდა ვიცოდეთ არის ეს. საინტერესოა და გასათვალისწინებელი ცხადია. რა მექანიზმები არსებობს, რომ ეს რისკები შევამციროთ და თავიდან ავირიდოთ სავალალო მდგომარეობა? ძირითადად აი ამ რისკებზე მაინც მუშაობს სურსათის ეროვნული სააგენტო, ეს არის სასაკლაოების კონტროლი, ეს არის კონტროლი იმ დაუშვათ გამდინარე წყლებზე და სხვა რაღაცეებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფეკალური მასები არ მოხდეს აი გამდინარე წყლებში, ბოსტნებში, ეს ნაკელი, რომელიც ბოსტანში შეგვაქვს, უნდა იყოს გადამწვარი ნაკელი და მე უნდა შევიტანოთ. ძირითადად მაინც ეს არის. სახელმწიფო ზრუნავს ამ მიმართულებით და ძირითადი კონტროლი მაინც არის სასაკლაოები და გარდა ამისა მეფრინველობის ფაბრიკებში, სადაც ხდება ძირითადად სალმონელოზისკერა, ძირითადად მეფრინველობის ფაბრიკები არიან, ფრინველი არის ესა. იქ ხდება გამოკვლევა ხორცის პერიოდულად და ხდება გამოკვლევა კვერცხის პერიოდულად. რომელიც აი რისკები დაყავს მინიმუმამდე. დიდი მადლობა ამ სწორავი პასუხისთვის. ამჯერად გადმოვინაცვლებ ბატონ ჯომალ თქვენთან, როგორ ვრცელდება დაავადებების გამომწვევი მიკრობები და ნივთიერებები მცენარიდან საკვებზე და შემდეგ ადამიანზე. დიფერენცირება გავაკეთოთ, მოგესალმებით ყველას ყოვლისა, მივესალმები ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებს. გავაკეთოთ უნდა დიფერენცირება, ახლა რაც შეეხება როგორ ვრცელდება მინერალებიდან დაავადებები და შემდეგ კიდევ სხვა მეორე რა თქვით ხო, საკვებზე, მცენარეული საკვებზე და მცენარიდან საკვებზე და შემდეგ უკვე ადამიანზე. დიახ. საკვები, ნივთიერებები მცენარეში ორი მიმართულება არის აქ. ერთი მცენარეები იკვებებიან ფესვებიდან, მინერალური ნივთიერებებით, მეორე კიდევ ატმოსფეროდან ნახშირორჟანგისა და მზის სხივებისნური ენერგიის ხარჯზე ხდება ფოტოსინთეზი, ორგანონივთიერებების წარმოქმნა. ახლა მინერალური ნივთიერებები ძირითადად იყოფა სამ ჯგუფად, ეს არის მაკროელემენტები, მიკროელემენტები არის შუალედური ესეთი ელემენტები, რომლებიც არც მიკროს მიეკუთვნება, არც მაკროს. მაკროელემენტები ნიშნავს ეს არის აზოტი, ფოსფორი, კალიუმი, ძირითადად 6 ელემენტი არის და ესენი ხდებიან ნიადაგში თვითონ აქვს ნიადაგის შემადგენლობაში შედის ეს ელემენტები, მაგრამ ნიადაგის თავისებურება გონდა ზოგში მეტი რაოდენობით, ზოგში ნაკლები რაოდენობით, ამიტომ გვიწევს მინერალური მარილების შეტანა, ანუ მინერალური სასუქების შეტანა მცენარის გამოსაკვებას, რომ იყოს კვება დაბალანსებული და რომ მივიღოთ მეტი და ხარისხიანი მოსავალი. მაგრამ ხანდისხად ხდება ისეთი სიტუაცია, როდესაც ჩვენ ჭარბი რაოდენობით შეგვაქვს, კვება საერთოდ დაბალანსებული უნდა იყოს, მაშინ მაღალი მოსავალი და ხარისხიანი მოსავალი, მაგრამ ხანდისხან შეგვაქვს ჭარბი რაოდენობით, მაგალითად აზოტოვანი სასუქები, რომლის შედეგადაც მცენარე ყველას ვერ ითვისებს, ამ ნიტრატები რჩება, ვთქვათ, მცენარეში, გადადის ნაყოფში და შემდეგ ხდება ორგანიზმში, ნიტრატები კი ითვლება ერთ-ერთ კანცეროგენულ ფაქტორად. თავიდან რომ ავირიდოთ ასეთი მომენტები კიდევ სხვა
დიახ, მექანიზმები როგორ ავირიდოთ თავიდან? მექანიზმები არის დოზირების სუსტი დაცვა. უპირველეს ყოვლისა ნიადაგი უნდა იყოს გამოკვლეული, რა რაოდენობით არის მასში აზოტი, ფოსფორი, კალიუმი და სხვა ელემენტები და შემდეგ მეორე როგორ რა მოთხოვნილება აქვს მცენარეს თვითონ ამ ელემენტებისადმი, იმიტომ რომ მცენარეები ამ ელემენტებისადმი მოთხოვნილების მიხედვით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. არის მცენარეები, რომლებიც მეტი რაოდენობით ითხოვენ თქვათ აზოტს, არის მცენარეები, რომლებიც შედარებით ნაკლები რაოდენობით მოითხოვენ აზოტს, ასე ფოსფორი და კალიუმი და ასე შემდეგ. დოზირებული, როდესაც გავაკეთებთ ანალიზს, ნიადაგის ანალიზს, ვიცით მცენარის მოთხოვნილება, აგრეთვე ვიცით რამდენი გამო ამ მცენარეს ვიცით, აი მაღალი მოსავლის შემთხვევაში და სამამისად შეგვაქვს იმ რაოდენობიდან ცოტა მეტი რაოდენობით ეს ასოქები, რომელიც ისეთი რაოდენობით, რომ მცენარემ მაქსიმალურად შეიძლება აითვისოს ეს ელემენტები, ანუ ცილა სინთეზირდება, თქვათ მაგალითად აზოტოვანი აზოტისაგან, ელემენტისაგან სინთეზირდება ცილა. აი რას სჭირდება ცილის შენებას, იმდენი უნდა იქნეს შეტანილი ანალიზიდან გამომდინარე და ახლა როდა გადანარჩენი რო იქნება იქ ნიტრატული ფორმა თუ დარჩა, ის ხდება ორგანიზმში, ეს უნდა ვიცოდეთ. მარტო რაოდენობა და ხარისხი არა მნიშვნელოვანი, რომ რაოდენობა არა მნიშვნელოვანი, მოსავალი მოყანებით თუ ეს საკვები მავნი იქნება ორგანიზმისთვის, ეს უკვე მეორე უკიდურესი უარესი შემთხვევა არის. დიახ, ცოტა რთულია ამის გაკონტროლება, ალბათ ეს კეთილსინთეზიერებაზეც არის, ხო, ფერმერების, იმიტომ რომ ძალიან რთულია პროდუქტი, უბრალოდ შეხედო, თან როცა ეხება ბოსტნეულს, ხილს, ძალიან რთულია ამის გაკონტროლება, უბრალოდ მყიდველისთვის. შემოწმება და კონტროლი შესაძლებელია, თქვა მაგალითად, აიღე ბოსტნეულს, რომელიმე ბოსტნეულს და გაუკეთებ ანალიზა, თუ ნიტრატი აღმოჩნდა მასში, ან სხვა რამე, ახლა თქვენ თქვით კიდევ მიკროორგანიზმები და როგორ ხდებიან, თქვათ ახლა მიკროორგანიზმები, ხო, ადამიანის ორგანიზმში, როდესაც შეგვაქვს მაგალითად ორგანული ნივთიერებები, ფეკალური მასა, უკაცრად ფეკალური საქონლის ნაკელი როცა შეგვაქვს, მაშინ მაგალითად ხილნარში ან სხვა კულტურებში, როდესაც მაშინ აი მაშინ შეიძლება იყოს სხვადასხვა მიკროორგანიზმები არის, ეს ამაზე უკეთ იცის ბატონმა დათომ. მაგალითად არის შეხერია კოლია ნატლავი ჩხირის ბაქტერია, რომელიც შეიძლება იყოს, ვთქვათ, თხელს ვაგროვეთ მაგალითად და ნაკელი თუ გაუწმენ და გაუსუფთავებელია ფართობიან ნაკელისაგან, მაშინ შეიძლება მოხდეს შეხერია კოლია ნატლავი ჩხირის ბაქტერია, რომელიც იწვევს უმძიმეს დაავადებას. თავიდან აცილების საშუალება გასუფთავება ასეთი არის. რა შეეხება ახლა კიდევ ერთი მომენტი არის, ახლა მცენარეები დღეს ახლა ისეთნაირი ის ამოვიდა ტენდენცია, რომ რა შეიძლება მაქსიმალურად შეწამლონ, რომ ხარისხიანი ის მიიღონ, პროდუქტი მიიღონ. ახლა ეს უკვე სხვა თემა არ ვილაპარაკებ თუ არა და აქედან კიდევ შეიძლება ნარჩენი შხამქიმიკატებთან მუშაობა ძალიან რთულია, უსაფრთხოების წესები არის დასაცავი, სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს იმის ახლა ბიოლოგიური მეთოდებით რომ მივახციოთ ეკონომიკური, მაღალი ეკონომიკური ეფექტს შესაძლებელი არ არის ჯერჯერობით, აქედან გამომდინარე ვხმაროთ სხვა შხამქიმიკატებს. ეს შხამქიმიკატები ძალიან დიდი კლასიფიკაცია არის ამისი, 4 კატეგორია ამ შხამქიმიკატების ყველაზე თუ მაინც და მაინც თქვათ ვიხმართ ამ შხამქიმიკატებს, მაშინ მე-4 კატეგორიის შხამქიმიკატებით უნდა ვიმუშაოთ. ეს ჯანმოს მიერ არის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ და ეს რეგისტრირებული ეს პრეპარატები ამის მიხედვით და ეს მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ნაკლებად გამოვიყენოთ. ამისათვის საჭიროა მონიტორინგი მცენარეზე, საჭიროებს თუ არა ამ შხამქიმიკატებს, თუ არ საჭიროებს, მაშინ არ უნდა გავაკეთოთ ეს, თუ საჭიროება ითხოვს ახლა ეკონომიკური თვალსაზრისით, მაშინ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ უსაფრთხოების წესები დავითვათ. მადლობა, ასეთ საინტერესო პასუხებისთვის და ბოლოს ორივეს მინდა, ორივე სტუმარს მოგმართოთ, აი რას ურჩევდით მაყურებელს? ეხლა ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს, გვისმენს, ასევე შეუძლიათ ნახოთ ჩვენი გადაცემის ჩანაწერი. აი როგორ შეუძლიათ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, აი როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპების დაცვა. ბატონ დავით.
რაღაც გარკვეული წესები არსებობს, ანუ ეს არის ძირითადად რაც ეხება ფერმერებს, ეს არის წველის ჰიგიენა, მოვლის ჰიგიენა, ჰიგიენურ პირობებში პირუტყვის შენახვა, ანტიბიოტიკებზე წინანაკლები გამოყენება ამ ანტიბიოტიკების, შეეხება სამზარეულოში რაღაც გარკვეული წესების დაცვას, ესეც რაღაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მაცივარში უნდა იყოს სხვადასხვა დონეზე, ანუ ნედლ საკვებთან, ნედლ ხორცთან არ უნდა კონდეს შეხება ისეთ პროდუქტებს, რომელიც თერმულად არ მუშავდება. ეს არის მაინც ძირითადი. ის დაფები, ის დანები უნდა იყოს ცალ-ცალკე, ეს უნდა ირეცხებოდეს, ანუ დუღარე წყლით უნდა დამუშავდეს ის საგნები, რომელსაც აქვს შეხება ნედლ პროდუქტთან, მაინც ეს არის ძირითადი. დიახ, გისმენთ ბატონ ჯავალ. ხო, ახლა მე ისევ გამიმეორებ იმას, რომ ახლა მინერალური ნივთიერებები რო ხდება, მაშინ გააუცილებლად საჭირო არის მინერალური ნივთიერებების კონტროლი და მცენარის მოთხოვნილების გათვალისწინება. ეს ახლა ეს რამდენად ხელმისაწვდომია ფერმერისათვის, ახლა ჩვენ ამისათვის საჭიროა ჩვენი ცოტა მენტალობის გარდაქმნა, სასიკეთო მიმართულებით, მემხედველობაში მაქვს რომ უნდა ამიმაღლოთ ცოდნა ამასთან დაკავშირებით და სხვა მომენტი ახლა ორგანიზმები, როდესაც შეგვაკიდე მაშინ განსაკუთრებით ნაკელი რო შეგვაქვა ბოსნიური კულტურები იქნება სხვა კულტურები, მაშინ აუცილებლად თუ შეგვაქვს ჩვენ ეს მაშინ ის უნდა იყოს გადამწვარი ნაკელი, გადამწვარი ნაკელი შეაკიდე და მაშინ არის ის მიკროორგანიზმის გადამწვარი ნაკელი უკვე მაღალი ტემპერატურა ვითარდება ეგ და მესახმარდა და გადამუშავების შედეგად ეგ მიკროორგანიზმები თავისთავად ისპობა. ეს ახლა შეეხება პესტიციდების და იმის თავიდან აცილება, თქვი და გამიმეორებ კიდევ რომ აი დიდი სიფრთხილით უნდა მიკიდო ამის გამოყენებას, თავით საფრთხების წესები არის სპეციალური საფრთხების წესები, როდესაც პესტიციდებს ჩვენ მუშაობთ, ჩვენი ჯანმრთელობა რო არ დავაზიანოთ და ახლა რა შეეხება ნაყოფში, ეს აქვს ასეთი ყოველ იმას შხამქიმიკატს ლოდინის პერიოდი. ლოდინის პერიოდი ნიშნავს იმას, რომ აი რო შევასხვრებ შხამქიმიკატის გარკვეული 40 დღის შემდეგ თუ ერთი თვენახევრის შემდეგ იშლება და ნეიტრალდება და ეს უნდა იქნეს დაცული აუცილებლად ეს პირობა. ამიტომ ყველა პრეპარატს აწერია ლოდინის პერიოდი. ანდა კიდევ რა აქვს ხო ის თავიანთი ის რა დამავიდა სახელი, ის უნდა წაიკითხონ, კონდეს უნდა ფერმერ და უნდა იცოდეს, რომ ეს შხამქიმიკატების გამოყენების წესი. ცხადია, ყველა საქმეში უნდა იყოს პროფესიონალი ჩართული და შედეგიც დაიწყება. ეტიკეტის კითხვა უნდა ვისწავლოთ. უნდა ვისწავლოთ. მე ყველა გადაცემაში ამას ვამბობ და დღესაც ვიტყვი, რომ ერთადერთი რასაც პირველ რიგში ვაკვირდებით არის ვადა. დანარჩენს არ ვკითხულობთ. დროის სიმცირის გამო ხდება ეს ყველაფერი, თუ აი როგორ ხდება, გვეზარება კიდევაც პირდაპირ შეიძლება ვთქვათ. ერთადერთი რასაც ვაკვირდებით არის ვადა. თუ ვადიანია მიგვაქვს, დანარჩენს არ ვკითხულობთ და ესეც არის ერთ-ერთი ჩვენშიც არის, საზოგადოებაშიც არის პრობლემა. ამიტომ თუ ყველა ერთიანად გავაკეთებთ იმ საქმეს, რომელიც ნამდვილად ეხება ჯანმრთელობას და ადამიანის სრულფასოვნაკობას, მე მგონია რომ არ იქნება სავალალო შედეგი და მილოთი შევდეგავდე რომ გვექნება სუფთა და ჯანმრთელი პროდუქტი. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, ასეთ საინტერესო საუბრისთვის და ამომწურავი პასუხებისთვის. სურსათის უსაფრთხოება არ არის ეს მხოლოდ სახელმწიფოს ან ბიზნესის საქმე, ეს ყველა ჩვენთაგანი საქმეა და ყველას გვეხება, ამიტომ ყველამ უნდა შევუწყოთ ამ ყველაფერს ხელი. მოკლედ დღევანდელი საუბარმა გვიჩვენა რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომა ჩვენი და მომავალი თაობების კეთილდღეობისთვის. ეს ასწორად მნიშვნელოვანი თემაა და რაც შეეხება სტუმრებს, ძალიან დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენ. კიდევ ერთხელ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები იყვნენ ჯამბულ ნაჭყებია, ისტორიკოსი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პროექტის კოორდინატორი დავით ჭეჟია, შპს ვეთ სერვისის დირექტორი და აგრონომი და ჯემალ ჩახაია, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი. მე ამ გადაცემის წამყვანი სოფია ხუციშვილი ვარ. 4 შაბათამდე გემშვიდობებით. ჩვენი შეხვედრის ადგილი ცხადია რადიო ათინათი, FM-ზე 105 და 9. ყველა გადაცემა ნახეთ ვებზე რადიო ათინათი.gr და Facebook-ზე რადიო ათინათი. 4 შაბათს 18 საათსა და 18 წუთზე შევხვდებით. ნახვამდის. რით ვიკვებებით და რამდენად უვნებელია სავაჭრო ობიექტში შეძენილი პროდუქტები ადამიანის ჯანმრთელობისთვის? დაცულია თუ არა ჩვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები და როგორ უნდა ვიმოქმედოთ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში? გადაცემათა ციკლი სურსათის უვნებლობის საკითხებზე. ყოველ 2 შაბათს, 4 შაბათს და შაბათს 18 საათსა და 18 წუთზე.
გვისმინეთ რადიო ათინათის პირდაპირ ეთერში და გვიყურეთ ინტერნეტში.